ხელმძღვანელი, რათა ჩვენც ასევე ხელმძღვანელი. რა იგულისხმება? შეგახსენებთ სახარების ამ ეპიზოდს და შეფლობ გადავიდეთ განმარტებაზე. თქვენ იცით რომ დიდარი ჭაბუკი, ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც დიდი სიმდიდრე ჰქონდა, მივიდა იესო ქრისტესთან და ეუბნება ასე სიტყვებს, რომ მოწყარო, სახიერო, რა გავაკეთო, რა იქნა იმისათვის, რომ გადავჭე და ვცხონდე. ხოლო უფალი ეუბნება ასე სიტყვებს, რომ როგორ აღმოკითხავს, რა წერია ჯულში, რა გაგიკეთებია შენ და ახალგაზრდა ეუბნება, რომ ჯულში წერია, რომ არ იპარო, არ იმუშო, არა კაცკლა, არა ცილისწამო, მოყვასთა შენსა და ჩამოუთვლის იმ ათინცნების მუხლებს და ზოგადად იმ მოსის მიერ გადმოცემული ჯულის იმ კეთილ და სათნო თვისებებს, რომელიც ადამიანს ვერ საახლავს, რომელიც ჯულიც კი არ შეცვლია შემოწირფასებია, არამედ იესო ქრისტე ახალ აღთქმაში შეეოსო და ამტკიცა და განავიდა და განავრცო. ხოლო აი ამ ყველაფერს როდესაც ეუბნება ეს ახალგაზრდა ჭაბუკი, ამ დროს უფალმა გულისხმახო, რომ მას რაღაცა შინაგანი ტვირთი ჰქონდა, რომლისაგანაც ვერ თავისუფლებოდა. ეუბნება უფალი ასე სიტყვებს, რომ კი ბატონო, შენ ეს ყოველივე აღისრულებია და ეს ჭაბუკი ეუბნება, რომ ამ ყოველივეს მე აღასრულებ სიტყვით შემიძლია. ანუ პატარა ასაკიდანვე შეუდგა ის მოსეს ჯულს და ამ ყოველივეს აღასრულებდა. მაშინ უფალი ეუბნება ასე სიტყვებს, რომ შენ ერთი ხა გააკეთე, გაანყიდე ყოველივე და შემომინდე კი მე. ამ დროს ეს დიდარი მიტრიალდება და წავა დამწუხრებული და გაშორდება უფალს და უფალი ამბობს შემდგომ სიტყვებს, რომ ძნიად შევიდნენ სასუფეველს და მდიდარნი. აი აკნემის გასვლა ნემსის ხურში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მდიდრის შესვლა სასუფეველში. ხოლო ამ ყოველივემ გააგრძელა მოციქულები და მოციქულები ეუბნებიან ასე სიტყვებს მას ყოველს, რომ კი მაგრამ აი ვისთვის არის შესაძლებელი რომ ცხონდეს და გადარჩეს. მასხოვარი ნუგეში სიტყვებს გეუბნება, ის რაც კაცთათვის შეუძლებელია, არის ღვთისათვის შესაძლებელი. ახლა შემოძირფასებო ორით მივყვეთ ამას და განვიხილოთ. პირველ რიგში აღინიშნოს ის, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, სიმდიდრე თავისი შინაარსით დამღუპველია? რა თქმა უნდა არა. სიმდიდრის გამოყენება არის დამღუპველი, როგორ იყენებს ადამიანი. თორე ჩვენ ხედავთ, რომ ძველ აღთქმაშიც, ახალ აღთქმაშიც, მაგალითად ძველ აღთქმაში აბრაამი, იაკობი, ისააკი, იობი დიდრები იყვნენ. მაგრამ ისინი როგორ ექცეოდნენ ჯულს, როგორ აღასრულებდნენ ჯულს. ვიცით მათი ცხოვრების წესი. ახლა ახალ აღთქმაში ვინ იყო მდიდარი? მათე, ზაქე, ეს ყოველივე ეს ადამიანები დიდრები იყვნენ. მაგრამ ამათ როგორც კი უთხრა მაცხოვარმა, მათეს როგორც კი უთხრა მიეტოვება მებაჟეობა, ეგრევე მიატოვა და გაყვადა ის მოციქულთა რიცხვის ღირსი გახდა 12 მოსულში. ზაქემ რა გააკეთა შემოწირფასებო? თულმე ვინმე სოცილიო და წამეო, აი ამ ცილის წამებისა გამო 4-ჯერ მეტს მივაგებო. რათა მას თავისი სინდისი და ღვთის წინაშე მოენანიებინა ის თუ როგორი ცუდი წესი ცხოვრობდა და როგორი ცუდი წესით ჰქონდა მოგროვილი ის სიმდიდრე, რომელიც მას ჰქონდა. და ნახეთ, აი ეს მდიდარი ზაქე ამ შემთხვევაში ღირსი გახდა, რომ მის სახლში შესულიყო მაცხოვარი და მოემუშაკებინა რამ ამბობს ასე სიტყვის, რომ ის აბრაამის ძე არის. ხოლო ეს მდიდარი ახალგაზრდა ჭაბუკი, მიუხედავად იმისა, რომ მას სიხმიდან ჰქონდა ცნებები დაცული, ის სიმდიდრეზე იყო მიჯაჭვული და მიტრიალდა და წავიდა. და რატო შემოწირფასება? იმიტომ რომ მომხოჭველობას აქვს ძალიან ცუდი თვისება. მომხოჭველობა გვაშორებს უფალს. მომხოჭველობას აქვს თვისება, რომ შემოაქვს ჩვენში შფოთი. და მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, რომ მატერიალურად როგორ წარმართოთ უკეთესობისაკენ. და ეს ყოველივე გვაკარგინებს ღმერთთან ურთიერთობას. არა და ღმერთთან ურთიერთობა იმასაც გვაძლევს. აი ერთ-ერთი წმინდა მაგალითად დიმიტრი როსტოველი ამბობს ასე სიტყვებს შემოწირფასება. რომ დაუშვა ღმერთმა შენზე, რომ მოგეცა სიმდიდრე, მოგცა იმაზე მეტი ქონება ვიდრე სხვას აქვს. ეს იმას გულისხმობს იმას, რომ შენ ხარ ღმერთის ხელში იარაღი, რათა შენ უფრო მეტი გააკეთო, უფრო მეტ დაეხმარო, უფრო მეტ შეეციო. და ამით უფრო მეტად გააგიმრავლდება საუნჯე ცათაშიდან. ხოლო ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს იუნჯებს, კრებს და გონია, რომ ამ ყოველივესთი აი როგორც დიდარი, რომელიც საკუთარ თავს ეუბნება, რომ ჭამე, სუ და განისვენე, ამ დროს ეუბნება უფალი ასე სიტყვებს, რომ მოგულურო, ამას ღამესა მიგიღონ შენ, ამ ღამესო გარდაიცვლები და რა აქვს შენ სიმდიდრის ფასი, რომელიც არის რა მატართა შეშაცმელი, რომელიც არის წარსაცმენელი, რომელიც არის დამყუპელი და დამყუპელია იმიტომ, რომ შენ არ გამოიყენეს სწორედ ის, რაც მოგეცა უფლისაგან. ამენოტომ ყოველივე ჩვენ უფლისაგან გვეძლევა. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენოთ. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, რომ როგორ განისაზღვრება სიმდიდრე, ვისთვის როგორ არის, ხო ეს პირობითია, მაგრამ შენივე მდგომარეობაში როგორც იმყოფები, რაც მოგცა ღმერთმა, აი იმაშივე რომ ადლიერი ხარ და იმასაც რომ უნაწილებ სხვას, აი ამ დროს ხარ ბედნიერი შემოძიებას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ესეც შევიმეცოთ და გავიაზროთ.
ეს რაც შეეხება სიმდიდრეს. ახლა მეორე მომენტი. როგორც კი მივიდა ჭაბუკი და მივიდა ეს ახალგაზრდა ადამიანი მაცხოვართან, ის როგორც ერთ-ერთ რიგით მოძღვარს ისე მიმართა. ამიტომ მეუბნება უყალე რომ რატომ იწოდებენ სახიერი? სახიერი არ არის. სახიერი არის მხოლოდ ღმერთი. და რა არის ეს სახიერება ჩემოძრფასე? სახიერება არის სიკეთე. სახიერება არის ველმოქმედება. სახიერება არის მოწყალება. და თუ შენ შეგიძლია ეს ყოველივე სახი არის მაცხოვარი, ყოველივე სახი არის მამა ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, და ღმერთი. და თუ კიდევ შენ ამას მიემსგავსო, შესაბამისად ასე უნდა იცხოვრო. ამიტომ ადამიანს ეს სიტყვა სახიერი არ ეკუთვნის. და თუ შენ როგორც რიგით მოძღვარს ისე მაღიარებ, მაშინ რატომ იწოდებ იმ წოდებას, რომელიც ღმერთს ეკუთვნის? აი ამ საყვედურით მიმართ ახალგაზრდა ჭაბუკს. აი ეს ახალგაზრდა ჭაბუკი სირცხნული იქნა და დაფიქრდა თავის შეცდომით, იმიტომ რომ პირდაპირ წერია სახარებაში, რომ ის მივიდა იესო ქრისტესთან როგორც ერთ-ერთ რიგით მოძღვართა, რათა გამოეცადა. ამაშია ჩემოძიებასება საუბარი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენც ეკლესიაში ეს მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ, იმიტომ რომ გამოვცადოთ ღმერთი. აბა ეს თუ მოხდება ესე, აბა ამას თუ ამისრულებს, ამის გამო თუ გამიკეთებს ამას. აი ამ ისეთი მიდგომით ადამიანი დაუყვის გზაზე დგება, ვიდრე ის რომ სრულად და ბოლომდე მიენდოს ღმერთს. და სწხოვოს რომ რაც შენ წადის უფალო, იგივე მინდა. ამ იყოს ნება შენ, ოღონდ ეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით შემოწირფასება. ესეც მეორე მუხლი. და შეეხება მესამე მუხლს, სადაც ჩამოთვლილია ცოდები. თქვენ ყველამ კარგად იცით რა არის მუშობა, რა არის მკვლელობა, რა არის ცილისწამება, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ მუხლზე დავამახვილო ყურადღება. ჩვენ ადამიანებს შემოწირფასებო ამ მკვლელობაში არ ითვლება მხოლოდ ის, რომ ჩვენ ფიზიკურად მოვწყვიტოთ ადამიანს. მკვლელობაში ითვლება, როდესაც ჩვენივე სიტყვებით, ჩვენივე ქმედებებით, ჩვენივე გადაწყვეტილებებით, თუ ამა თუ იმ მეთოდებით ადამიანს ვტაცებთ სიხარულს, ადამიანს ვტაცებთ შინაგან სიმშვიდეს. ეს მკვლელობაა შემოწირფასე. შენ რომელიც გამიზნულად, შეფარულად, რაღაცა მოტყუებულად ცდილობ რომ ადამიანს წარსწაცო შინაგანი სიმშვიდე, წარსწაცო მას მადლი, შენც მკვლელის ტოლფასი ხდება. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით და აი ამაში ყოველივეში გვამხელს იაკობ მოციქული, რომელიც ამბობს ასე სიტყვებს. ენით და ენას რა შეუძლია, რომელიც არის მცირე, მაგრამ შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიყენება, რომელიც შედარებულია რას? უზარმაზარი გემი შემოწირფასებო. აი უზარმაზარი ხომალდი წყალში იმართება ერთი პატარა საჭით. და ეს საჭი არის ზუსტად ენა. და ამენას თუ არ მართავს ადამიანი, შენ ხდები მკვლელი. და როგორ ხდები ისიც მკვლელი? იმ გამომდინარეობით, რომ შენ სხვა ადამიანს წარსწასებ სიხარულს, შინაგან სიმშვიდეს და იმ მადლმოსილებას, რომელიც მან ასე თუ ისე შეძლო და მოიპო. რატო? იმიტომ რომ შენ როგორ გსურს მისი, შენ უკვე გვარზესთან ხარ სავსე მის მიმართ. შენ უკვე მისთვის ან როგორც მტერი და ის როგორც შენთვის მტერი ისე გამოიყო და ისეთ სახეს ხატა. და ეს სახია ზუსტად დამოუკიდებელი ადამიანის, რომელიც ქმნის ეგრეთ წოდებულ სტერეოტიპს, რომელიც ადამიანთან მიმართებაში აქვს მას უკვე ჩამოყალიბებული. რომელსაც ქვია რა? სტიგმა. აი ამ სტიგმით ცხოვრობენ ადამიანები შემოწირფასებო. აი ასეთი სტიგმით უდგებიან ადამიანები ერთმანეთს. ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვწდებით ხოლმე ჭეშმარიტების გზას. რაც შეეხება მეოთხე მუხლს, თუ შეიძლება ესე განმარტო, მეოთხე მუხლად შემოწირფასებო დააკვირდით, როგორი შეუძლებელია, თქვენ ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, რაც არ უნდა დიდი ნემსი იყოს და მას რომ ხუნცი აქვს, აი ამ ხუნცში აკლები ხომ ვერანაირად ვერ გაზრდა. ეს ხომ შეუძლებელია. ეს არის ზუსტად ისეთი დამოკიდებულება, რომ რამდენად ძნელია შემოწირფასებო ცხონება და რა ადვილად ვეპყრობით ცხონებასთან მიმართებას. როგორი ძნელია ცხონება და გადარჩენა და ჩვენ როგორ მარტივად გვინდა რომ გადავჩენ და ცხონდეთ. ამიტომ ეს არის მამხილებელი სიტყვები, რომელიც თვითონ ჩვენთაგანსაც ეხება. მხოლოდ მდიდრებისკენ კი არ გავიშლოთ ხელი. შენ რა მდგომარეობაში ხარ, რაც მოგცა უფალმა, იმაში როგორ მუშაობ. შენ მზად ხარ რომ ამ ნემსის კუთხე გაზრდე, იმიტომ რომ გვეუბნე უფალმა რომ ვიწროა ეს გზა. ჭეი ესე არის ძალიან ვიწრო, ანუ სასწრაფო წათ არის ვიწრო და რას ნიშნავს აი აქ? ყველაფერი უნდა განიძარცო ის რაც ხელს გიშლის ამ ცხონების ჭრილში, ამ ცხონების ვიწრო კარიბჭეში შესვლისას. და ისე უნდა შეხვიდე უფალმა. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვინდა და ისე გვინდა ცხონება. მაგრამ არ გამოდის ეს. ვერ ვაკეთებთ ამას. არ შეგვიძლია და გეუბნე უფალ რომ ესეც შეუძლებელია. ამიტომ შემოწირფასებო, აქ ვაღიარებთ რომ მეუძლურიო. აქ ვაღიარებთ რომ უფალო შენ ეს შეწამის გარეშე არაფერი შემიძლია, მაგრამ ადამიანები ხშირად აქ თავს იმშვიდებენ ხოლმე, რომ შენი შეწამის გარეშე არაფერი შემიძლია, მაგრამ თვითონვე აღარაფერს აღარ აკეთებ.
ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩემს უფასებო, რომ ჩვენივე მცირედი გადადგმულს ღმერთი ასჯერ უფრო მეც მოგვაგებს. იმიტომ რომ ხედავს რას? ჩვენს მონდომებას. როგორც კი დაინახავს უფალი, რომ შენ მზად ხარ ცვლილებისაკენ, უკეთესობისაკენ, ამ დროს გეწევა ღმერთი. ხოლო როგორც კი მცონარე ხარ, ზარმაცი ხარ და უდიერად ეპყრობი საკუთარი სულის გადარჩენას და სხვებისადმი მიმართებაში ასე იქცევი, ამ დროს ღმერთი უშვებს განსაცდელებს, რომ გონს მოგეგოთ, გონს მოეგო და მიხვდე რა არის სწორი გზა. და შეგვაძლებინოს ღმერთმა ჩემო უფასებო, რომ ესეც შევიმეცნოთ ჩვენ და სწორად გავსაწყოთ. და ბოლოს ვთხოვოთ უფალს, რომ როგორც უფალი ბრძანებს, რომ ის კაცსათვის შეუძლებელია, ღვთისაგან შესაძლებელია. პირდაპირ ეუბნე უფალს, რომ ჩემი ძალებისათვის შეუძლებელია, ჩემთვის შეუძლებელია ცხოვრება. ხოლო ჩვენი მოწყალების გამო, ხოლო ჩვენი სიყვარულის გამო, ძალიან მიცხოვრო რომ მაცხოვრო, გადამარჩინო და შემიწყალო. აი ასე თუ ილოცავს ადამიანი, ასე გულმხურვალედ თუ მიუდგება საკითხს, აუცილებლად ღმერთი არ დააყოვნებს და არ დამოგუნებს მადლის სულისას მისას. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ყოველმა დააგროვოს, მადლი გიმრავლო, წყალობა გიმრავლო და ღმერთმა თავისი წყალობისა ბოგოგოს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. ამინ. ჩვენთან არის